ვფიქრობ, დღეს ყველას დეჟავუს შეგრძნება გვაქვს, რადგან ასეთი რამ ადრეც გვინახავს. ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ყველა ზურგს უკან გეგმაზე მუშაობენ. ეს გეგმა უკრაინისთვის მიუღებელია. ევროპელები გაბრაზებულები არიან, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას ითხოვენ. მედია წერს, რომ ევროპა განზეა გაწეული. იცით, ეს როგორც ხდება? ეს თქვენთვის პრობლემაა, სულ მცირე საზოგადოებრივი აღქმების თვალსაზრისით. კონკრეტულად რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამის შესაძლებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. რადგან ის, რაც სასწორზე დევს თქვენთვის ევროკავშირისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ვფიქრობთ, რა არის საჭირო? გჭირდებათ ახალი სტრატეგია, ახალი მიდგომა ან კომუნიკაციის ახალი არხი? რა არის საჭირო იმაში დარწმუნებისთვის, რომ ეს აღარ განმეორდება და რომ თქვენ მაგიდასთან ადგილი ნამდვილად გექნებათ? იცით, ოთახში მყოფი მინისტრები ამ საკითხზე ასე ვთქვათ, მტკიცე და მშვიდები იყვნენ, რადგან ეს ადრეც გვინახავს და რადგან სამშვიდობო გეგმები ვერ იმუშავებს, თუ კი ევროპელები და უკრაინელები მას არ დაეთანხმებიან. ამიტომაც ეხება დღევანდელი დისკუსიები იმას, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვმოქმედებთ. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ ორპუნქტიანი გეგმა გვაქვს. პირველი პუნქტი რუსეთზე ზეწოლა და დღეს ძალიან ინტენსიურად განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ჩრდილოვან ფლოტთან, რადგან შეხვედრაში მონაწილეობდა ევროპული დაზვერვის ხელმძღვანელიც, რომელიც კონკრეტულ მაგალითებსა და ციფრებს გვაწვდიდა იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ჩრდილოვან ფლოტზე სანქციებს და როგორ ამცირებს ეს რუსეთის შემოსავლებს, რომლებიც ომის დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ჩვენი მიდგომა და ამიტომაც ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს საკუთარ ნაბიჯებზე, იმისთვის რომ ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმა მიმუშაოს, უკრაინელებისა და ევროპელების თანხმობაა საჭირო.